ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ მყისიერად შეიცვალა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების იდეა. ბაიდენის შეერთებული შტატები ფაქტობრივად პირველივე დღიდან უკრაინას გვერდში ედგა და უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა როგორც სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე რაც მთავარია სადაზვერვო ინფორმაციას. ზუსტი რიცხვი თუ რა უჯდებოდა და უჯდება ამერიკას უკრაინის დახმარება უცნობია. ამას ვერ ასახელებენ BBC Verify-ის ექსპერტებიც. როგორც მინიმუმ საუბარი არის 119 მილიარდ დოლარზე, ხოლო უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო ასახელებს 182 მილიარდ დოლარს. თუმცა კონკრეტულად ამ ეპიზოდისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია. საქმე ისაა, რომ ამ დახმარების დიდი ნაწილი უკრაინისთვის ფაქტობრივად უფასო იყო. ყველაზე ნაკლები წილი მოდიოდა სესხის სახით გაცემულ დახმარებაზე. ჯერ იყო უფასოდ გაცემული სამხედრო დახმარება, შემდეგ მოდიოდა გრანტები და ბოლოს უკვე სესხი. დაახლოებით მთლიანი დახმარების 15%-ზე ნაკლები გამოდის სესხი. ამერიკულ საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილება იყო თუ რატომ იხარჯებოდა მათი შემოსავლები უკრაინისა და რუსეთის ომზე. მხოლოდ ამერიკაში არა, ზოგადად მთელ მსოფლიოში ყველას აინტერესებდა ამერიკა ამ დახმარებას რომ აძლევდა უკრაინას ჩუქნიდა თუ რას აკეთებდა. ტრამპის გაპრეზიდენტებამდე ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობდა, მაგრამ ყველა ხვდებოდით, რომ ამერიკა ნამდვილად არ არის ის სახელმწიფო, რომ ვიღაცას რაღაც ასე უსასყიდლოდ აჩუქოს. გახდა ტრამპი პრეზიდენტი და რაღაცებს უფრო აეხადა ფარდა. საზოგადოებაში არსებული განწყობა მან თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ამაში მისით მოხიბლული აზრის ლიდერები, ასევე ინფლუენსერებიც დაეხმარნენ. ტრამპმა თავის ამომრჩეველი დაარწმუნა, რომ ევროპაში მიმდინარე ომით არ უნდა ზარალდებოდნენ ამერიკელები და მათი ინტერესები აუცილებლად დაცული უნდა იყოს. მეგობრებო, სანამ თემას გავაგრძელებთ, ყველამ კარგად ვიცით, რა ძალა აქვს განათლებას. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ხარისხიან განათლებაზე. საბედნიეროდ დღეს საქართველოში უამრავი წრე, კურსი, ლექცია არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა კონკრეტულ მიმართულებაში ზოგადი განათლება აიმაღლოს. მაგრამ რაღაცნაირად მუდმივად გამოწვევა რჩება ემიგრანტი ბავშვები. როგორ შეიძლება მათ დროზე მორგებული ქართული განათლება მიიღონ, რათა გრძნობდნენ ქვეყნის საჭიროებებს, თან არც მათ ძირითად სკოლას უნდა შეეშალოს ხელი. წარმოიდგინეთ, მხოლოდ 2023 წელს 150,000-ზე მეტი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. ემიგრანტების ბავშვები კი ნელ-ნელა წყდებიან მშობლიურ ფესვებს. ამიტომ მინდა რეკომენდაცია გაუწიო სიტყვის აკადემიას, რომელიც ზუსტად ამ გამოწვევაზეა ორიენტირებული. სიტყვის აკადემია მსოფლიოს გარშემო უნიკალური პროექტია, რომელიც აერთიანებს ლიტერატურას, ისტორიას და ფსიქოლოგიას და სპეციალურად უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის მათი ინტერესებისა და საჭიროების შესაბამისადაა შექმნილი. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვები ერთმანეთს დაუკავშირდებიან, ერთმანეთს დაუმეგობრდებიან და ძალიან პროცესი მიმდინარეობს ონლაინ პირდაპირ ჩართვით, ლინკი იქნება აღწერაში. აი ასეთ უნიკალურ და კეთილშობილურ პროექტზე მინდოდა რომ თქვენც გწოდნოდათ. ემიგრანტი ბავშვები ეს არის ალბათ ჩვენი ყველა საერთო გამოწვევა, ის რომ მათი ინტეგრაცია მოხდეს სრულფასოვნად ჩვენ საზოგადოებაში. ახლა კი უკვე შეგვიძლია დაუბრუნდეთ ჩვენს თემას. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ თეთრ სახლში ჩამოყალიბდა მკაფიო ხედვა, რომ ამიერიდან არც ერთი სამხედრო დახმარება აღარ იქნებოდა უფასო და ეს უნდა გამყარებულიყო ამერიკისთვის საჭირო სასარგებლო რესურსებით. უკრაინა კი მოგეხსენებათ იშვიათი მეტალებით უმდიდრესი სახელმწიფო არის, ამიტომ ამერიკელებს ბევრი არც უფიქრიათ პირდაპირ დაადეს თითი იმას, რის სანაცვლოდ შეძლებდა უკრაინა სამხედრო დახმარების მიღების გაგრძელებას. 3 თებერვალს დონალდ ტრამპმა განაცხადა: ჩვენ გვსურს უკრაინას შეუთანხმდეთ, რომ ჩვენ რასაც ვაძლევთ, იშვიათ მიწათა მინერალებით და სხვა რაღაცებით გაანაღდებენ. მინდა იშვიათ მიწათა მინერალებზე გარანტია, 100 მილიარდ დოლარს ვდებთ. მათ დიდებული იშვიათი მიწათა მინერალები აქვთ. მე კიდევ მათზე გარანტია მინდა მქონდეს. მათ კი ამის გაკეთებას ვუდგათ, თქვა დონალდ ტრამპმა. და კი, ნამდვილად ასე იყო, რადგან უკრაინული მხარე ჯერ სიტყვაზე და შემდეგ თითქოს უკვე ფურცელზეც კი თანახმა იყო, რომ უკრაინასა და ამერიკას შორის მინერალების შესახებ ხელშეკრულება გაეფორმებინათ. სქემა ერთი შეხედვით მარტივი არის. უკრაინა ძველებურად იღებს სამხედრო დახმარებას ამერიკისგან, ხოლო ამერიკას კონტროლი ექნება უკრაინის მინერალებზე. დაწყებული თებერვლიდან თითქმის ყველა უკრაინელი მაღალჩინოსანი საკმაოდ ღია და დადებითად განწყობილი ჩანდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპის პირობა სამართლიანია და ღია არიან იმის მიმართ, რომ ეს ყველაფერი განვითარდეს მათ პარტნიორებთან ერთად, ვისაც შეუძლია მათ მიწების დაცვაში დაეხმარონ. 28 თებერვალს ზელენსკი ვაშინგტონში ჩაფრინდა. დღის წესრიგის მიხედვით ტრამპს, ზელენსკის და ჯეი დივენს ჟურნალისტებთან ოვალურ კაბინეტში უნდა ჩაეტარებინათ შეხვედრა, სადაც მედიის კითხვებს უპასუხებდნენ, შემდეგ იქნებოდა დახურული შეხვედრა და ბოლოს იშვიათი მეტალების შესახებ მოაწერდნენ მხარეები ხელშეთანხმებას. იდეალური სცენარით მიდიოდა ყველაფერი. თითქმის მთელი ერთი თვე მონაწილეები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ რა კარგი არის ეს გარიგება, რომ შედგებოდა.
ერთადერთი რაც დარჩენილი იყო პრეზიდენტების ხელისმოწერა იყო, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რა მოხდა 28 თებერვალს თეთრ სახლში. ჯეი დი ვენსსა და ზელენსკის შორის დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ მათ აყვა ტრამპიც. ბოლოს ზელენსკი დაიტუქსა, გაიკიცხა და თეთრი სახლი ისე დატოვა, რომ არაფერზე ხელი არ მოაწერა. მაშინ ისე ჩანდა, თითქოს უკრაინის პრეზიდენტს შეგნებული, გააზრებული და კარგად დაგეგმილი პროვოკაცია მოუწყვეს. ორივე მხარეზე დიდი კრიტიკა იყო. თეთრი სახლის წარმომადგენლებს ბრალი ედებოდათ უაზრო შენიშვნებსა და მითითებების გამო, ხოლო ზელენსკის თავშეკავებულობისა და დიპლომატიური უნარების დეფიციტზე მიუთითებდნენ. გავიდა დრო, ემოციები ჩაცხრა და გაჩნდა კიდევ ერთი შანსი, რომ ეს ხელშეკრულება ახლიდან დადებულიყო. საუბარია 23 აპრილის ლონდონის შეხვედრაზე. თუმცა ამ შეხვედრაზე არა უშუალოდ ხელმოწერა იქნებოდა, არამედ მხარეები იმსჯელებდნენ იმ გზაზე, რომელიც მათ უკვე მიიყვანდა ხელშეკრულებამდე. შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის და ასევე რა თქმა უნდა უკრაინის საგარეო მინისტრები. მაგრამ თითქმის ბოლო მომენტში ცნობილი ხდება, რომ მარკო რუბიო უარს ამბობს ჩამოსვლაზე. საბოლოოდ შეხვედრა ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით მაინც შედგა, მაგრამ თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამდენად ეფექტიანი იქნებოდა ის, როცა მოლაპარაკების მაგიდასთან არიჯდა ამერიკის წარმომადგენელი. ეს უკვე დადასტურებულად მეორე შეხვედრა იყო, რომელიც სრულფასოვნად ვერ შედგა და შესაბამისად შედეგიც ვერ დაიდო. კარგი, აი პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც შემთხვევა იყო, ერთმანეთს წაეკიდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ მეორედაც უშედეგოდ დასრულდა ყველაფერი. თან დაუკვირდით, რომ უკრაინას თითქოს ულტიმატუმის ენით ესაუბრებიან. ეს, რა თქმა უნდა, ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს ანიჭებენ უპირატესობას, უბრალოდ ისე გამოყავთ, რომ თითქოს უკრაინა ამ ყველაფერში არის ტყუანი. ახლაც 23 აპრილის შეხვედრაზე ავტორიტეტული გამოცემა აქსიოსის მიხედვით, ლონდონში უკრაინულ მხარეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების ფარგლებში ამერიკამ შესთავაზა. ყირიმის აღიარება როგორც რუსეთის ტერიტორია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე მოსკოვის ფაქტიური კონტროლი, უარი ნატოზე სამაგიეროდ ევროკავშირში შესვლის სამომავლო შესაძლებლობა. 2014 წლიდან ყველა დაწესებული სანქციის მოხსნა რუსეთზე, ხარკოვის ოლქის სრული დაბრუნება უკრაინისთვის, კომპენსაცია და აღდგენა. გარანტიები რა არის და რა იგულისხმება უცნობია. ამას რომ თავი დავანებოთ, პარადოქსად ხომ არ გეჩვენებათ, რომ თებერვლიდან აპრილის ჩათვლით ორივე მხარე ამბობდეს, რომ მზად არიან ხელშეკრულების გასაფორმებლად, მაგრამ ხელი ვერადა ვერ მოაწერეს. ეს გარემოება იწვევს ბუნდოვან აზრებს. ამ ორი მხარედან რომელიღაც თამაშის წესებს არ ყვევს. რომელიღაც უფრო წინ არის და მეორე ამას ხვდება. ვინ შეიძლება იყოს კრიტიკული მეტალების ამბავში უფრო წინ, ამერიკა თუ უკრაინა? გაგიკვირდებათ და არც ერთი. ხოლო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვა მოთამაშემ თითქმის უკვე შამათით შეასრულა. მოდი მივყვეთ ქრონოლოგიას. ტრამპის ინაუგურაციამდე 4 დღით ადრე ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ 100 წლიან პარტნიორობას მოაწერეს ხელი. რას ნიშნავს ეს? შეთანხმება მოიცავს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. ესენია თავდაცვა, უსაფრთხოება, საზღვაო სფერო, ეკონომიკა და ვაჭრობა, კლიმატი, ენერგეტიკა, სამართლის სფერო, ინფორმაციული მანიპულირება და ჩარევა, მეცნიერება, ტექნოლოგია, ინოვაცია, კულტურა და სპორტი. და კი, შეთანხმება მოიცავს წიაღისეულის ნაწილსაც. შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნებული არის ორივე ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდებზე, მაგრამ არის ერთი დეტალი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუბარში განაცხადა, რომ შეთანხმებას ასევე ახლავს საიდუმლო ნაწილი, რომელიც არ გასაჭაროვდება. მოდით ახლა ერთად ვნახოთ, რა წერია ოფიციალურად გამოქვეყნებული დოკუმენტის წიაღისეულის ნაწილში. ესე იგი, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება მოიცავს განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტის შესწავლას და ბრიტანული კომპანიების საინვესტიციო მოზიდვას ამ სექტორში. მაგრამ მინდა ყურადღება მიაქციოთ ამ ნაწილს. შეთანხმება მოიცავს უკრაინის კრიტიკული მინერალების სტრატეგიისა და მარეგულირებელი სტრუქტურების შემუშავების ხელშეწყობას, რომელიც საჭიროა უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან სარგებლობის მაქსიმიზაციისთვის. ეს კი შესაძლოა განხორციელდეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის გზით. ასევე ხელშეკრულების ტექსტში საუბარია თანამშრომლობაზე ბირთვული ენერგიის და ბირთვული საწვავის მიწოდების სფეროში, ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების მხარდაჭერაზე, რუსული ტექნოლოგიებისა და ბირთვული საწვავის ჩანაცვლებაზე ევროპასა და სხვა ქვეყნებში. ახლა კი შეკითხვა. რამდენად რთული იქნება ამერიკასა და უკრაინას შორის იშვიათი მეტალების შესახებ ხელშეკრულების დადება, როცა უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის უკვე არსებობს თითქმის მსგავსი ხელშეკრულება დადებული.
და იმ შემთხვევაშიც კი თუ ამერიკა და უკრაინა შეთანხმდებიან, ხომ არ დაზარალდება ბრიტანეთის ინტერესები. ბუნებრივია, მე და თქვენ არ ვართ პირველები, ვისაც ეს შეკითხვა გაუჩნდა. IPEFR-მა ბრიტანეთის საგარეო უწყებას მსგავსი შეკითხვა დაუსვა. უწყებამ უარი განაცხადა ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე, სამაგიეროდ იქვე დაამატეს, მხარს უჭერენ ომის დროულად დასრულებას. ახლა უკვე ბრიტანული ოპოზიციას დაინტერესდა საკითხით და ამბობენ, რომ ისი არ მოხდეს, რომ ეს შეთანხმება, რომელიც ჩვენ დავდეთ, ჩვენს წინააღმდეგ შემოbrunდესო. ლოგიკურ და სამართლიან კითხვებს ვსვამენ სხვათა შორის. ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი სტელა კრისი აცხადებს: უკრაინასთან ჩვენი 100 წლიანი შეთანხმების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და აშკარა ვალდებულების გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ ის შეიცავს კრიტიკული მინერალების სტრატეგიას, მთავრობამ უნდა გაარკვიოს, შეარყია თუ არა ტრამპის, ზელენსკის მომავალმა ხელშეკრულება მინერალების შესახებ უკრაინა-ბრიტანეთს შორის უკვე არსებული შეთანხმება. მთავრობამ უნდა გაარკვიოს, როგორ უზრუნველყოფს, რომ ეს მინერალები არ დაიკარგოს ჩვენი უსაფრთხოების ფასად, აცხადებს დეპუტატი. ამ თემის შესახებ Newsmax-ზე კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა, რომელიც ასევე ტრამპის 2020 წლის საარჩევნო კამპანიის მრჩეველთა საბჭოშიც იყო. აქვე იმას ვიტყვი, რომ ზოგადად ტონი შაფერი მაინც და მაინც სერიოზული პერსონაჟი ბევრისთვის არ არის, მაგრამ ის აქცენტი, რასაც სვავს თავის კომენტარში, საკმაოდ საინტერესო არის. ტონი შაფერი ამბობს, რომ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დიდ ბრიტანეთთან რესურსებზე 100 წლიან შეთანხმებას და ამავდროულად მან განაგრძო მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან. შეცდომაში შეყავდა ისინი მაშინ, როცა უკვე იყო გაერთიანებული სამეფოს ერთგული. არსებითად ორივე მხარესთან თამაშობდა, სანამ ტრამპმა არ გაარკვია, რომ მას ეთამაშებიან, ამბობს ტონი შაფერი. შეგვიძლია უფრო შორსაც წავიდეთ. სინამდვილეში უკრაინის მინერალებზე ნადირობა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ ომის დაწყების, ანუ 2022 წელს დაიწყო. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ასე გამოდის. 2022 წელს ბრიტანეთმა შექმნა კრიტიკული მინერალების სტრატეგია და განსაზღვრა 18, ანუ ბრიტანეთისთვის 18 კრიტიკული მინერალი. აქედან რამდენიმე უკრაინაში მოიპოვება. კერძოდ, ბრიტანეთს ჭირდება გრაფიტი და ლითიუმი. იმავე წელს იქმნება კრიტიკული მინერალების დაზვერვის ცენტრი და მინერალების ექსპერტთა კომიტეტი, რომელიც მთავრობას უწევს კონსულტაციებს. 2023 წელს კი უკვე დაიწყეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჯერ კიდევ რიში სუნაკის მთავრობის დროს მისი მთავრობის ვაჭრობის მინისტრმა ნუსრეთ განიმ 2023 წელს და 2024 წლის პირველ ნახევარში კრიტიკული მინერალების თემაზე 10 შეხვედრა გამართა. ის მინერალების მიწოდების ჯაჭვზე სასაუბროდ შეხვდა მათ შორის როთშილდის ფირმის წარმომადგენლებს. ამ ფირმას აქვს ფართო ინტერესები უკრაინაში. როთშილდს, რომლის საბჭოშიც არის გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ლორდ მარკ სედვილი, უკრაინაში არანაკლებ 53 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. დაუშვათ ბრიტანეთის ინტერესები გასაგები არის. ბრიტანეთიც ჩვეულებრივად იმპერიალისტური ამბიციების მქონე სახელმწიფოა და პირველ რიგში მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ რატომ გააკეთა ეს უკრაინა? ალბათ ერთ-ერთი პირველი არგუმენტი, რაც შეიძლება ვთქვათ, არის ის, რომ უკრაინელები ცდილობენ შექმნან რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა, რომ არ იყვნენ დამოკიდებული ერთ რომელიმე ქვეყანაზე. რაც მეტი მხარე იქნება დაინტერესებული მინერალების შესახებ ხელშეკრულებაში, მით უკეთესი პირობების შეთავაზება მოუწევთ უკრაინისთვის. ანუ უკრაინა ამ გზით იმყარებს საკუთარ პირობებს და პოზიციებს შეთანხმებებში. მაგრამ მეორენაირადაც შევხედოთ. ტონი შაფერი არ არის დიდად სერიოზული ფიგურა. უამრავ პოლიტიკურ სკანდალშია გახვეული და სანდო არ არის. მაგრამ რასაც ამბობს, რომ ზელენსკი ტრამპთან ცალკე თამაშობდა და ბრიტანეთთან ცალკე, ეს ლოგიკას მოკლებული შეიძლება არ იყოს. ტრამპი ვერ იყიდის იმ რესურსებს, რომელიც უკვე გაყიდულია. არც არჩევის საშუალება დარჩა. შესაბამისად, ისეთ პოზიციაში აღმოჩნდა, რომლის მოტყუება ან არამომგებიან სიტუაციაში ჩაყენება უნდოდათ. ამით შეიძლება აიხსნას მისი კომპრომისო და ზელენსკის მიმართ უმკაცრეს ტონში საუბარი. ეს უბრალოდ ვარაუდებია, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ უკრაინამ მინერალების შესახებ ხელშეკრულება უკვე გააფორმა რაღაც ფორმით, მაგრამ ეს გააკეთა არა ამერიკასთან, როგორც მოსალოდნელი იყო და როგორი ყურადღებაც შეიქმნა ამ ამბის ირგვლივ, არამედ დიდ ბრიტანეთთან. რა თქმა უნდა, უკრაინაში კიდევ უამრავი მინერალები არის დარჩენილი, მაგრამ ფაქტი როგორც ასეთი, რომ ხელშეკრულება არსებობს, ის არსებობს დიდ ბრიტანეთთან. აქ საინტერესოა ასევე ბრიტანული მედიის იდეალური და შეთანხმებული მუშაობა. ყველაფერი, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, ყველაფერი ღია სივრცეში დევს და სინამდვილეში დამალული არ არის, მაგრამ იმდენად მიჩქმალულია, უშუალოდ ხელშეკრულებაში სიტყვების ისეთი თამაშია, რომ ნაკლებად ხმაურიანი ყოფილიყო საზოგადოებაში.
ეს თემა არ წამოწეულა დიდი გამოცემების პირველ გვერდებზე, არ ყოფილა მასიური განხილვები, დისკუსიები, დებატები და ასე შემდეგ. მიაღწია შეთანხმებას, ოფიციალურად გააფორმეს ხელშეკრულება, დაწერეს ამის შესახებ მედიაში და ამით მორჩა. თან ნახეთ დაარქვეს 100 წლიანი თანამშრომლობა და საერთოდ თითქოს აქცენტი არც არის გაკეთებული იშვიათ მეტალებზე. რაც შეეხება ამერიკას, ამ სიტუაციაში ტრამპი თითქმის წაუგებელია. რა თქმა უნდა, რომ ამერიკა მიცოდა ბრიტანეთისა და უკრაინას შორის 100 წლიანი თანამშრომლობა გაფორმდა და ისიც კარგად იცოდა, რომ ბრიტანეთს უკრაინულ მინერალებზე წვდომა გაეხსნა. აქედან გამომდინარე ძალიან უხეშად რომ თქვათ, ფაქტობრივად გამოჭერილი ყავდა ზელენსკი, რომელსაც ხელფეხი შეეკრა, თუმცა ეს უკანასკნელი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მანევრირებას ცდილობდა, გვერდიდან მაინც ისე ჩანდა, რომ რომელიღაცის გაცურება უნდოდა. დაუკვირდით, როგორი აქცენტებით საუბრობენ ამერიკელი ოფიციალური პირები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ომი დასრულდეს, ჩვენ ორივე მხარეს ვესაუბრებით, იქ მივდივართ, აქ მოვდივართ, საუდის არაბეთში ვმართავთ მოლაპარაკებებს, თურქეთში ჩავდივართ. ცდილობთ რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ ზელენსკი ფეხს ითრევს, უკრაინა მოლაპარაკებებს აჭიანურებს, აგვიანებენ და ასე შემდეგ. თითქოს უკვე აუდიტორიას ახურებენ ხელოვნურად, რომ აი ჩვენ კი ნამდვილად ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ნუ არ გამოდის რა და რა გინდა რომ გააკეთო. ამერიკამ შეიძლება თავიდანვე იცოდა, რომ მინერალების შეთანხმება უკრაინისთვის utopia იყო. თავიდან როცა ამ თემებზე საუბარი წამოიწყეს, უკრაინული მხარეც დათანხმდა. ისინი ვერ იტყოდნენ, იცით, კრიტიკულ მეტალებზე ვერ გამოყვებით, ამდენს გვეხმარებით, მაგრამ ეს მიმართულება უკვე დახურულია. რა თქმა უნდა, გამორიცხული ჯერ არ არის, რომ ეს შეთანხმება შედგეს პირიქით, ამ ეტაპზე სავსებით მოსალოდნელიც არის. მაგრამ თუ შედგება, გამოდის, რომ ამ სამი მოთამაშიდან რომელიღაც დათმობებზე წავიდა და მისთვის არახელსაყრელ პირობებს დათანხმდა. თუმცა ამ ამბავში ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ბრიტანელებს აქვთ საოცარი უნარი ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ ვიდრე ყველა დანარჩენი. ასეთი ეპიზოდი გამოგვივიდა დღეს. დროებით.